ტელეპროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით, ეთერშია უცნობი კავკასია, რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი ტელეპროექტი. შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის ნომერ 388, თქვენ შეგეძლიათ უახლოესი 45 წუთის განმავლობაში დარეკოთ და ჩვენ სტუდიაში დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები ჩვენი გადაცემის სტუმრებს. დღეს ჩვენ სტუდიას სტუმრობენ ბატონები გიანოდია და რამა საყვარელიძე და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ვისაუბროთ პატივცემულ ექსპერტებთან ერთად პარასკევის ტელემარათონზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 საათიანი ეთერი დაუთმო საქართველოს მოქალაქეებს და მათ კითხვებზე სადა პასუხის გაცემა. პირველი შეკითხვა მექნება თქვენთან ბატონო გია და შემდეგ თქვენთან ბატონო რამას. კითხვა ერთი და იგივეა. 5 წელი გავიდა ამ ხელისუფლების მმართველობიდან და თქვენი აზრით რატომ დასჭირდა პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს ინტერაქტიული ურთიერთობის აი ესეთი ფორმა, რომელიც აპრობირებული იყო რუსეთში და რატომ დღეს პირველივე პარალელი მედიამაც და საზოგადოებამაც მაშინვე გაავლეს პუტინის ცნობილ დაუსრულებელ ტელეინტერვიუებთან. აქ ორი შეკითხვა თქვათ იგულისხმება. ერთი, რატომ დაჭირდა ინტერაქცია საზოგადოებასთან, მეორე, რატომ ისეთი ფორმით, რომელიც პუტინს გვაგონებს, ხო? რაც შეეხება ინტერაქციას, ხელისუფლება ეძებს, ასე ვთქვათ, ინტერაქციის სხვადასხვა ფორმებს, როცა გახდა სააკაშვილი პრეზიდენტი, ვთქვათ, მეტროში ჩადიოდა თუ გახსოვთ და ასე შემდეგ, ეს ფორმების ძიება მიმდინარეობს, განსაკუთრებით 2007 წლის ნოემბრის შემდეგ გარკვეულად ხელისუფლებამ იგრძნო, რომ უფრო უნდა გააქტიურდეს და ისე მოხდა, რომ ახლა გაჩნდა ეს იდეა, რომ ეს ფორმატი გამოყენებულიყო. რაც შეეხება იმას, რომ ეს პუტინისაც გავს, თავისთავად ეს ფაქტი, როგორც ცუდი პიარია, ასე ვთქვათ, ცუდი პიარია. ცუდი პიარი ქვეყნისთვის, სააკაშვილისთვის თუ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის უფრო საერთაშორისო მასშტაბით, ან იმიტომ რომ მსგავსი გააკეთა. იმიტომ რომ პუტინს გავს, მეტი არა, ან ჩავესს გავს, ამბობენ, ჩავესსაც გავს, მე ჩავესის ვარიანტი არ მინახავს. ამ აზრით ცუდია, იმიტომ რომ ადამიანები ახლა მსჯელობენ რაღაც ანალოგიებით, ვიზუალებით, თუ კი ეს გავს, ესე იგი რაღაცნაირად ამაში თუ გავს, შეიძლება სხვა რამეშიც გავს და გარკვეულად მის მოწინააღმდეგეებს მიეცათ ამის თქმის საშუალება, რომ პუტინს გავს ამაში, ესე იგი ალბათ საერთოდ გავს. მაგრამ მეორე მხრივ თვითონ რიგით მოქალაქეების პოზიციიდან რო შეხედო, მოქალაქეებმა პასუხი დაუსვეს პრეზიდენტს და მიიღეს შეკითხვა თავისთავად, პუტინისთან მსგავსება რო გვერდზე გადავდოთ, ცუდი იმაში არაფერი არ არის, რომ მოქალაქეებმა კითხონ და პრეზიდენტმა უპასუხოს. თქვენი აზრით ბატონო რამას ეს ახალი ფორმაა? მე ბოლოდან დავიწყებ მაშინ პუტინის ანალოგიიდან, იმიტომ რომ შემთხვევით არ არის პუტინს რო ჭირდება ეტყობა ასეთი ფორმა. ავტორიტარი, უდავოდ ავტორიტარი ხელისუფალი მერე ცდილობს დააბალანსოს თავის ავტორიტარული იმიჯი და ამ ბალანსში პოულობს თითქოს მაქსიმალურად ხალხზე ორიენტირებულ ფორმას, პირდაპირი კავშირი ხალხთან. მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ამით ავტორიტარიზმი არ მცირდება, როგორც ვატყობთ რუსეთს და ასეც უნდა იყოს, რადგან ხალხის სურვილები, მათი გათვალისწინება და მერე ამაზე დემოკრატიული პასუხისგაცემა, სახელმწიფო პასუხისგაცემა სხვა მექანიზმით ხდება და არა ინდივიდუალური კითხვა-პასუხით თითოეულთან. ასეთი წერილების მიმოცვლას სტალინიდან დაწყებული ყველას ქონია. ესე რომ პრინციპში ეს მხოლოდ დეკორაცია არის პუტინთან დემოკრატიის მოძებნილი სწორედ იმისთვის, რომ მერე ამაზე აპელირება მოხდეს და არა რეალური დემოკრატიული მექანიზმი, რომელსაც ეძებს ხოლმე მოსახლეობა. რაც შეეხება სააკაშვილის ასე გვიანდელ მიმსგავსებას, მე პირიქით მოხარული ვარ, რომ დღევანდლამდე მან ეს ხერხი არ იხმარა, რადგან ამ ხერხის უფრო უტრირებით გამოყენება შეიძლება და მაგალითად პუტინთან აშკარად გაფილტრული კითხვები მუშაობს სააკაშვილთან, როგორც ჩანს ასეთი მექანიზმი ნაკლებად იყო გამოყენებული, იმიტომ რომ საკმაოდ რთული კითხვები დაისვა
და ალბათ უფრო ახლოს იყო იმ სურვილთან, რაც არის ჩადებული ამ მეთოდში. მეორე კითხვები გააჩინა უკვე სააკაშვილზე რო გადმოვიდეთ მთლიანად. კითხვები გააჩინა რაიმან თუ რატომ ეძებს დაუშვათ სააკაშვილი ახალ გზებს, არამედ პრინციპში მან რატომ დღეს და არა გუშინდა ხვალთ. თქვენი დაწყება იყო 5 წელი, ანუ სწორედ დრო შემოიტანეთ როგორც ერთ-ერთი პარამეტრი და ვიცით რომ მას არც ინტერვიუები უყვარს დიდად ჟურნალისტებთან და საქართველოს ქართულ ჟურნალისტებთან. ხო, ქართულ ჟურნალისტებთან, ხო, არა, უცხოელებთან უყვარს. არც ინტერვიუები უყვარს და არც სხვა ფორმა, რომლითაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ასეთი ინტერაქტივობა. და მე მაინც მეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სააკაშვილმა ორი დღით ადრე მეებთან ექსპერტებთან შეხვედრის დროს უარყო ეს ვერსია, კითხვა მაშინ დაუსვით, რომ ხომ არ იწყება საარჩევნო კამპანია, ნუ არა არჩევნები არ დაენიშნება უბრალოდ ხალხთან ურთიერთობის ფორმებს ვეძებთო. მე მაინც ვთვლი, რომ ემზადება მმართველი პარტია არჩევნებისთვის, უპირველეს ყოვლისა სააკაშვილი და მაქვს იმის მოლოდინი, რომ არჩევნები დაენიშნება. არჩევნების თემას ალბათ მიუბრუნდებით, გვექნება მაგის დრო გადაცემაში. მე ბატონო გია თქვენი პასუხის გვალად მინდა გკითხოთ და დაასახელეთ ორი პერსონა სოფლიო პოლიტიკიდან, ვინც მსგავს ფორმას იყენებს. ორივეს აქვს არც თუ დემოკრატი მმართველის იმიჯი. ასეთი ფორმაც ურთიერთობისა საზოგადოებასთან დემოკრატიულ ქვეყნებში არ არის აპრობირებული ფორმა, არ მგონია ამერიკის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი ასეთ ინტერაქტივს იყენებდნენ, ან თუნდაც ბრიტანეთის პრემიერი. რატომ ამჯობინა ეს ფორმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა? თუ ეს არ ამჯობინა და თავისთავად არის შემადგენელი მმართველობის ასეთი სტილისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს ფორმა ფასადურად ძალიან მომხიბვლელი, მაგრამ შინაარსით პრაქტიკულად შეიძლება არ იყოს ისეთივე ეფექტური, როგორც მაგალითად დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება ხოლმე ურთიერთობა მოქალაქეებსა და მმართველებს შორის. მე მინდა დავეთანხმო იმ შეფასებას, რამაც მას გააკეთა და ბევრმაც გააკეთა, რომ თავისთავად ამ ფორმის გამოყენება არ ნიშნავს დემოკრატიას, მაგრამ მე ვერც იმას ნიშნავს ავტოკრატიზმს. არა, ამას ვამბობ სწორედ, მაგრამ არც იმას ვთვლი, რომ ეს ნიშნავს ავტოკრატიას და ნიშნავს არასაკმარის დემოკრატიას. ეს არის უბრალოდ ფორმა, რომელიც შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს. მაგრამ ცხადია, ეს არის, ასე ვთქვათ, სურვილი პრეზიდენტისა უშუალოდ გავიდეს ხალხზე, რომელიც მას ადრეც ახასიათებდა, ჯერ კიდევ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა მანამდეც, მერეც, აი უშუალოდ ხალხთან ურთიერთობა მას უყვარს და შეიძლება ითქვას უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ელიტებთან, ოპოზიციურად განწყობილ ელიტებთან ურთიერთობა. ამაში უფრო კარგად გრძნობს თავს. ამიტომ აი ამის მიხედვით ყოველ შემთხვევაში ან ავტოკრატიზმის ან დემოკრატიზმის შეფასება არ შეიძლება. ეს არის ერთ-ერთი ფორმა უბრალოდ ურთიერთობის. შეიძლება ახლა ჩვენ ძალიან თეორიულად გავსჯით ხოლმე იმ პროცესს, რაც პარასკევს ეთერში ხდებოდა. საზოგადოებას გარკვეულწილად ჰქონდა კმაყოფილების განცდა, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც კითხვები დასვა და პრეზიდენტიც ბევრ კითხვას პასუხობდა, ბევრ კითხვას არ პასუხობდა, ბევრ კითხვას ვერ პასუხობდა და ინახავდა, იწერდა, ინიშნავდა და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მაინტერესებს თქვენი დასკვნა. ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო და იქნება გაგრძელება, თუ ეს არის მხოლოდ სარკვევი, რომელთაც შეიძლება რაღაც პატარა ურთქლი გამოვიდა, რომელიც ალბათ დაგროვილი იყო და ამას პრეზიდენტი გრძნობდა. მე ეხლა სიმართლე გითხრათ, არც მახსენდება რომელიმე პროცესი, რომელიც დაიწყო და პოვა გაგრძელება. აი რაღაც მართვის სტილში რაღაც ელემენტები ხო არის, ინტერვიუები იქნება თუ ამ ტიპის საჯარო შეხვედრები ან რაღაცა. ყველაფერს ფრაგმენტული ხასიათი აქვს. და რაღაც აი ლოკალური მომენტთან გაჩენილ მიზანს ემსახურება ხოლმე. ამიტომ გამიჩნდა მე ეს შტაბის სტილება, რომ არჩევნები ახლოვდება.
აი თქვენ ბატონო რამაზ ბატონო კი ბუნებრივია დეტალურად გაეცანით ამ არა მე არ მინახავს ეს გადაცემა და მხოლოდ ნიუსებში საღამოს ნახე ამონარიდი 4 საათი ბევრია და სხვა საქმე მქონდა მეტი არაფერი ერთის მხრივ მეორე მხრივ ახლა პრეზიდენტის შეხედულებები ვიცი ძირითადად მე მგონი ჩემზე გათვლილი არ იყო ის საათიანი გადაცემა მაშინ იქიდან გამომდინარე რომ თქვენთვის ნაცნობია პრეზიდენტის ხედვა ბევრ საკითხზე და პლუს იმ ინფორმაციისა რაც იმ საღამოს ან შემდგომ გადაცემებში მიიღეთ ინფორმაციის სახით მაინტერესებს იყო თქვენი აზრით ჩამოყალიბებული ერთიანი კონცეფცია და ყველა ის კითხვა, ყველა ის პასუხი, რასაც იძლეოდა პრეზიდენტი, შეადგენდა ერთი განსაზღვრული პოლიტიკის შემადგენლობას თუ იყო მაინც იმპროვიზებული მიდგომები რაღაც საკითხის მიმართ. სააკაშვილის შემთხვევაში ეს იმპროვიზაცია და ასე ვთქვათ, ერთიანი გააზრებული ხედვა წინააღმდეგობაში არ არის ერთმანეთთან. მე მგონი სააკაშვილს აქვს რაღაც ხედვა ბუნებრივია. უბრალოდ, სხვადასხვა ფორმებით გამოხატავს მას, და ასე თუ ისე თანმიმდევრულად ცდილობს, რომ აუხსნას ის ხალხს. ცხადია ის პოლიტიკოსია, ის შეკითხვები, რაც მას ხელს აძლევს, იმას უფრო ხალისად პასუხობს, როცა რაღაცა ხელს არ აძლევს, გადაასხვაფერებს, ასე ვთქვათ, თემას და ისე უპასუხებს, როგორც ალბათ ყველა პოლიტიკოსი აკეთებს, მაგრამ ყოველშვაში რაც მე იმ დღეს ნიუსებში ვნახე ან საერთოდ რასაც უსმენ, გარკვეული, ასე ვთქვათ, ლოგიკა ცხადია ამაში არის. მე გარდა ამისა, ამას შეიძლება დაუბრუნდებით, მაგრამ მე ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ ვთქვათ, ხელისუფლება მაინც და მაინც არჩევნებისთვის ემზადება, ვერ ვხედავ მართალი გითხრათ. მე შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს და ტელემაყურებელს ჩვენი სტუდიის ნომერს 388 თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და თქვენთვის საინტერესო კითხვები დაუსვათ ბატონებს რამაზ საყვარელიძეს და გიანოდიას. ბატონო რამაზ ორჯერ გაიმეორეთ დღეს უკვე ამ გადაცემაში რომ არჩევნების სუნი იგრძნობა. და მე თვითონ გია მეკამათება და კამათის ნაპერწკალი გაჩნდა. ეს საარჩევნო კამპანიის გახსნა იყო თუ რაღაც კულმინაცია საარჩევნო კამპანიის და უკვე ვიცით რომ ხვალზე დაინიშნება არჩევნები და რამე გავთ. ან ინფორმაცია თუ მხოლოდ რაღაც გუმას ეხმობით რომელიც არა ლოგიკას მხოლოდ ლოგიკას. ხო, იმიტომ რომ წამოვიდა კასკადი შეხვედრების, პრეზიდენტის შეხვედრების, რომლებიც საჯაროდ გადაიცემა. ხო შეიძლება შეხვედრები მოხდეს დახურულ კარს მიღმა, როგორც წესი უფრო საქმიანია ხომ. რომელიც საჯაროდ გადაიცემა, ეხლა დაემატა ეს პარტე პრეს კონფერენცია თუ შეიძლება ითქვას მთელ მოსახლეობასთან და ამ შემდეგ ეს ელემენტები ხო საარჩევნო კამპანიის ელემენტებია ეგ ერთი. მეორე საერთოდ პრეზიდენტს როდესაც რაღაც კრიზისი გაივლის და წინა წლის ნოემბრის კრიზისი გვახსოვს ამ კრიზისის მერე უდგება და თვითონ იღებს ხოლმე ინიციატივას საკითხი რომ მას სჭირდება დამატებითი ლეგიტიმაცია, მას სჭირდება დამატებითი ნდობა ხალხისგან და ასე შემდეგ. დარწმუნება იმაში, რომ ეს ნდობა არსებობს. აი ხა პროდიუსერი მადლობინებს რომ ტელეფონია? სარია ზუსტად არჩევნებთან დაკავშირებით გამარჯობათ. ბატონმა რამაზმა განაცხადა რომ პრეზიდენტ შევამჩნიო რომ ემზადებაო არჩევნებისთვის და მე ვერ გავიგე კანონი თუ ახლა დაინიშნა ადამიანელი საპრეზიდენტო არჩევნები მას არ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და რა არჩევნებისთვის შეიძლება ის ემზადებოდეს ვერ გავიგე იქნებ უფრო განმარტოს. დიდი მადლობა. საპარლამენტოსთვის რა თქმა უნდა. და რა შეჭირდება საპარლამენტო არჩევნები დღეს პრეზიდენტს? დემოკრატიული მანდატი ჩვენ არ საუბრობთ დაუშვათ საზოგადოებას სახელმწიფოს მართულ ჯგუფს თავად პრეზიდენტს რა შეჭირდება დღეს ვადამდელი არჩევნები თუ გავითვალისწინებთ ვისთან ჭირდება მოდი ასე რომ დავაყენოთ ჯერ ან მოსახლეობასთან კრიზისი არის მოსახლეობიდან კრიზისი არის ჯერჯერობით გაზაფხულზე რა იქნება ნახოთ მაგრამ მეორე მხრივ გაჩნდა კრიზისის სხვა წყარო დასავლეთის პრესა. მე არ გამოვრიცხავ რომ დასავლეთის პრესის შეფასებები და
მეტნაკლები ბრალდებები არა მარტო ომის დაწყება არ დაწყების საკითხში, არამედ დემოკრატიის ყოფნა არ ყოფნის საკითხში გახდება ის იმპულსი, რომლის გადასაფარად, რომლის დასაბალანსებლად პრეზიდენტი წავიდეს ანალოგიურ ნაბიჯზე, ანუ საპარლამენტო არჩევნებზე. არჩევნები, ვადამდელი არჩევნები თავისთავად რაღაც კრიზისის განმუხტვის პირობაა, უბრალოდ გამოსავალი. მაინტერესებს ამ კრიზისის ნიშნებს თქვენ ხედავთ? არა. ასეთ კრიზისს, რომელიც, ასე ვთქვათ, არჩევნებს მოითხოვდეს, ვერ ვხედავ. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ასე ვთქვათ, წინასაარჩევნო კამპანიას გავს პრეზიდენტის ქმედება, ამ სააკაშვილს ხშირად აკრიტიკებდნენ ამ ხელისუფლებას ის, რომ ის სულ საარჩევნო რეჟიმში მუშაობს. ამ კრიტიკას ხელისუფლება კრიტიკად არ მიიჩნევს, ის თვლის, რომ ასე არის, კი ბატონო და ასე უნდა. პოლიტოლოგიაში არის ტერმინიც ასეთი perpetual campaigning, არა მუდმივი კამპანია, რომელიც შემოვიდა ტონი ბლერის მიმართ და კლინტონის მიმართ. იყო იმედები ამერიკაში, რომ ბუში ასეთი აღარ იქნება კლინტონი ვით სულ რო კამპანიის რეჟიმშია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის და დარწმუნებული ობამაც იქნება. ანუ ეს ხდება, თანამედროვე რაღაც მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ეპოქაში, ნორმა ერთგვარად, ასეთი მუდმივი კამპანიის რეჟიმში ყოფნა პოლიტიკოსებისთვის და სააკაშვილი, ასე ვთქვათ, მუდმივად პოლიტიკურ ტექნოლოგიებს იყენებს, მისი ის ფირმა, რომელიც მასზე მუშაობს, კლინტონზე მუშაობდა ადრე და ასე შემდეგ. ასე რომ ამაში მე არაფერს განსაკუთრებულს არ ვხედავ, გარკვეული გააქტიურება არის და არის კრიზისთან დაკავშირებული, მაგრამ ეს არის ეკონომიკური კრიზისი, გლობალური, ეს რომელიც ერთის მხრივ ომით არის გამოწვეული, მეორეს მხრივ გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე გადმოსვლით და ნამდვილად ხელისუფლებას აქვს იმის ნიშნები და საფუძველი, რომ გააქტიურებული იყოს, იმიტომ რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება თუ კი მოხდა, ის შეიძლება გადაიზარდოს პოლიტიკურ კრიზისში და ამით არის ჩემი აზრით ახსნადი სრულიად, დიახ, რა თქმა უნდა, ესაა პრევენცია იმისა, რომ შესაძლო პოლიტიკური კრიზისი რომ არ გაჩნდეს ამ ეკონომიკური, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს კრიზისი არსებობს, რაზეც ბატონი რამაზე საუბრობდა, დასავლეთის პრესის და დასავლეთში არის კრიტიკა, საზოგადოებრივი აზრი დასავლეთში ეს ნამეტანია, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი აზრი, სააკაშვილზე ეს არ არის ფაქტორი. არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დამოკიდებულებები სააკაშვილის პოლიტიკური წრეების მხრიდან. კი, არის კრიტიკა აგვისტოს ომის ფონზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ჯერ ერთი დემოკრატიის, ხო, კი ბატონო, დემოკრატიის თვალსაზრისითაც მათ შორის, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ადრე იყო. არა, ახლა მეტია, კი ბატონო, ბოლო 2 წელიწადში მეტია, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ სერტილად შეიძლება 7 ნოემბერი ჩაიწერა. რა თქმა უნდა, 7 ნოემბრის შემდეგ განსაკუთრებით, მაგრამ არ ამგონია, რომ რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, აქ არჩევნები იყოს ამის წამალი ჯერ ერთი და რაღაც ძალიან ძნელი წარმოსადგენია ჩემთვის, რომ სააკაშვილმა ამისთვის, რომ ეს კრიტიკა გაუგულვებელყოს თუ განეიტრალოს უკაცრავად ამისთვის არჩევნები ჩაატაროს. ამისთვის მას შემოაქვს, თქვა, კონსტიტუციური ცვლილებები და გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მისი აზრით ამ კრიტიკაზე პასუხია. და არის რაიმე ნიშნები, ან თქვენ ხედავთ რაიმე ისეთ ნიშნებს, რომ ეს კრიტიკული დამოკიდებულება მედიაში და პოლიტიკურ წრეებში, რომელიც ხდება დასავლეთში, შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეულწილად იზოლაციის საფუძველზე. არა, ძალიან შორსა ვართ აქედან. იცით რა შეიძლება გაჩია რა სტანდარტებით იზომება საქართველო, ხო? საქართველოს მიმართ კრიტიკა გამოწვეულია იმით, რომ თვითონ სააკაშვილმა დაადგინა ძალიან მაღალი სტანდარტები საქართველოს მიმართ და გარკვეულად ბუშის და ასე ვთქვათ ამერიკის მხარდაჭერამაც ეს გააძლიერა, რომ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა და ასე შემდეგ, რომ საქართველო საცაა შევა ნატოში, ამ სტანდარტების ფონზე, საქართველო, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ახლა რეგიონული სტანდარტების თვალსაზრისით საქართველო მართლა არის დემოკრატიის შუქურა, ასე ვთქვათ, ამ ჩვენ რეგიონში რო შევხედოთ დღესაც, დღევანდელი ვითარებითაც, ასე რომ ის რომ რაღაც საქართველო ამის გამო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს, ეს არის ჩემი აზრით აბსოლუტური ზღაპარი.
ეთანხმებით ამას, რომ რეგიონში მაინც ინარჩუნებს საქართველოს დემოკრატიის. ანუ კავკასიური შუქურა არის თუ არა დემოკრატიის, ხო? ან სუბრეგიონული არ ვიცი როგორც ნება. კავკასიური ინსტიტუტია, მაგრამ მე მგონი საქართველოსზე არ არის ორიენტაცია რეგიონალური ფონით დასავლეთის საქართველოს რაღაც დამოუკიდებელი ზონითი კატეგორია გახდა და ვეთანხმები გიას ეს სტანდარტის აწევის შედეგი არის ოღონდ ვერ დაგეთანხმები რომ მხოლოდ სააკაშვილი ეს სულ მოყვებოდა პოსტსაბჭოთა პერიოდს პრაქტიკულად საქართველოსზე მეტი აქცენტი ვიდრე მით უმეტეს ნავთობსადენის შემდეგ მეტი აქცენტი ვიდრე დანარჩენ ჩვენი მეზობლების მიმართ და სწორედ დემოკრატიის თვალსაზრისით მაგრამ იქნება თუ არა ეს იზოლაციის ფაქტორი ბევრ რამეზე არის დამოკიდებული უპირველეს ყოვლისა რა საგარეო პოლიტიკურ პროცესს მისცემს ბიძგს ობამა რა მიმართულებას მისცემს და ძირითადი პარტნიორი ჩვენი ამერიკა დასავლეთთან ურთიერთობაში ევროპისთვის საკმაოდ ორაზროვანი პარტნიორი ვართ და თუ კი აღმოჩნდა რომ ობამას მხარეც არის კრიტიკული და ამ კრიტიკას ევროპა არ გვაკლებს და ახლა თუ ამერიკას დაემატა მაშინ პრაქტიკულად ეს დემოკრატიის შუქურის ან თლიანი შუქურის ან რეგიონალურის ან მიახლოებით მოპოვება ხელახლა გახდება საჭირო ჩვენ დემოკრატიის შუქურა მივიღეთ ეს სტატუსი ვარდების რევოლუციის შემდეგ რაიმე ისე რომ რაღაცა მოიტანა ეს შუქურობა და არა ავტომატურად რაიმე არსებითი ცვლილება არის მოსალოდნელი დაუშვათ იმ განცხადებებით რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ტელეინტერვიუს დროს გააკეთა ან რაიმე ბრუნი პოლიტიკიდან ან უფრო მეტი სოციალური აქცენტები გაჩნდება ქვეყანაში რას ეუბნებოდა თქვენი აზრით მე რაც ნახე და მე რაც გავიგე კომენტარი იმის გამოსვლაზე რაღაც პრინციპული ახალი პოლიტიკური ინიციატივა და შემოbrunება და ასე შემდეგ მე იქ ვერ დავინახე ნამდვილად მაგრამ ну რაც შეეხება ასე ვთქვათ საერთაშორისო ვითარების თუ დამოკიდებულების შეცვლას ну რა თქმა უნდა აბსოლუტურად ვეთანხმები რომ ეს ამაღლებული სტანდარტები მაინც ნავთობსადენთან არ არის კავშირში, მაგრამ ვარდების ევოლუციასთან არის კავშირში და იმის სწორედ იმასთან რომ ვარდების ევოლუცია რაღაც იზოლირებულ მოვლენად კი არ იქნა აღქმული, არამედ რაღაც ახალი ტალღის დემოკრატიზაციის ახალი ტალღის ის ვარდები ნავთობს აქვს მიდმოვლენ. არა მგონია. ნავთობიდან ამოდის. ნავთობსადენს სულ არ უნდა დემოკრატია. გაცვენივრად გადის ნავთობსადენები არადემოკრატიულ ქვეყნებში. და რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია ერთგვარი გაზვიადებული მოლოდინები საქართველოსადმი, საქართველოსშიც და საქართველოს გარეთაც, რომ აი რაღაც ერთი კარგი რევოლუციით გავხდებით დემოკრატია. და რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რომ ბუშისთვის ეს გახდა რაღაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური წარმატება. და ამიტომ რაღაც მას გარკვეული პირადი ფსონი ჰქონდა, თქვა საქართველოში. ობამას ასეთი რამე აღარ ექნება, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უარესი სცენარი არის, რომ რამდენადმე შესუსტდება ყურადღება საქართველოსადმი და მხარდაჭერა საქართველოსადმი, მაგრამ სიტყვა ის, რომ რაღაც იზოლაცია მოხდება და რაღაც პრინციპულად რამე შეიცვლება, აი ამის საფუძველს ნამდვილად ვერ ხედავ. მაგრამ თუ არაფერი ახალი არ უთქვა საზოგადოებას, რაც მათ გნებავთ მათი ცხოვრების სოციალურ მხარეს, გნებავთ შიდა დემოკრატიულ პროცესებს, არსებითად არ დაეტყობა მხოლოდ დასავლეთისთვის გააკეთა ეს არა დასავლეთის ყველაზე ნაკლებად გააკეთა ექსპერტებისთვისაც ჩვენთვისაც და ჩემთვის და რამაზისთვის ნაკლებად გააკეთა რამას სალკე შეხვდა ჯგუფს თელ ჯგუფს რამას მათ შორის რამას ასე ვთქვათ კოლექტიურ რამას ასე ვთქვათ ანუ ექსპერტებთან ერთობლივ პოლიტიკურად განწყობილ ექსპერტებს ასე ვთქვათ სალკე შეხვდა და ეს იყო ხალხისთვის გაკეთებული არა დასავლეთისთვის არა ფართო წრეებისთვის გააკეთა და ნუ ფართო წრეებისთვის შეხვედრაში არ არის აუცილებელი ახალი თქვა, თავარია ახლებურად თქვა და კიდევ ერთხელ თქვა და ახლებურად რა თქვა მირა იყო, აი რაც ყველაზე ახლებური ფორმა იყო, რომ აი ყველაზე მწვავე შეკითხვები დამისვით პირდაპირ მე. ეს არის ახლებური ფორმა და ჩემი აზრით რიგით მოქალაქისთვის ამ გადაცემა მიმუშავა, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია.
კიდევ იყო ერთი ახლებური ოპოზიციასთან დამოკიდებულება იყო ახლებური. მან პრაქტიკულად ტრადიციული ოპოზიცია მიატოვა. იუმორით აღნიშნა, რომ დენდერია გამოცხადებულიო და აქცენტი გააკეთა ახალ ოპოზიციებზე, ასე ვთქვათ. ჩვენთან ყოველ ტალღაზე შეგვიძლია ახალი ოპოზიციების ახალ ოპოზიციებზე გააკეთა აქცენტი, რამაც მთელი მოსახლეობის ყურადღებაც გადაიტანა ამ ახალ ოპოზიციებზე. ბურჯანაძე, ალასანია, ვაიდელი. და ეს ამ აქცენტმა მიუთითა, რომ ის სერიოზულ ყურადღებას აქცევს ამ ფიგურებს. ახლა მე რატო მაგ დასავლეთზე აღებული ორიენტაცია გიასგან განსხვავებით ამ მსჯელობაში, თორე ისე რომ ეს სწორედ ის ფიგურებია, ალასანია ბურჯანაძეს გულისხმობ, რომელიც მთელი ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელთაც შეუძლიათ დიალოგი დასავლეთთან, რომელთაც აქვს მისასვლელი დასავლეთთან, კავშირები დასავლეთთან. ისე რომ და თუ დასავლეთის აი ამ კონტაქტებს, ამ ფიგურებს მოაშორებ, ისინი შიდა პოლიტიკურ ბაზარზე შეიძლება უფრო სუსტებიც არიან, ვიდრე ტრადიციული ოპოზიციური ფიგურები. და მათ მიმართ აი ეს ბეჯითი დაპირისპირება, რომელიც გამოავლინა ამ შემთხვევაში სააკაშვილმა, მე მაინც მაფიქრებინებს, რომ ის დასავლეთის მხრიდან საყრდენის გამოცლას უფრთხის ყველაზე უფრო და ამაზე აკეთებს აქცენტს თავის მომავალ პოლიტიკურ ბრძოლაში. ვიდრე რეკლამას დაუთმობთ ეთერს, ერთი შეკითხვა მექნებოდა თქვენთან ბადმოგიადო, თქვენთანაც ბადმურამას. დასავლეთი რა თქმა უნდა არის ალბათ მონაწილე იმ პროცესების ყოველ შემთხვევაში პასიური დამკვირვებლის როლში მაინც რაც ხდება საქართველოში, მაგრამ ასე უპირობო მოთამაშეა, რომ შეიძლება მისმა დამოკიდებულებამ გადაწყვიტოს აქ რაღაც პერსონალიების გადაჭრუფება. ასე ღიად ვსვამთ ამ საკითხს? არა მგონია, მე ვერ ვხედავ. სიტყვა მოიტანა და მე მეტი აქცენტი გავაკეთე, თორე ხა ასე ცალსახად რა თქმა უნდა. არა, მე ვეთანხმები რამას ერთ ამბავში, ასე ვთქვათ, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი რომ იყოს აღქმული სერიოზულ ოპოზიციურ ლიდერად, მას უნდა კონდეს, ან ყოველ შემთხვევაში საზოგადოების აღქმაში კონდეს რაღაც ხარდაჭერა დასავლეთისგან და ამერიკისგან და ამიტომ ოპოზიციის ლიდერები სულ დადიან ვაშინგტონში და ცდილობენ ან მოიპოვონ ეს ხარდაჭერა, ან მოიპოვონ, ასე ვთქვათ, წარმოდგენა ამ ხარდაჭერაზე, ასე ვთქვათ, ილუზია შექმნან ამ ხარდაჭერის. ეს მართალია, მაგრამ ის რომ აი დასავლეთ შეუძლია ხელოვნურად შექმნას რომელიმე ოპოზიციური ლიდერი და შემდეგ ამ ლიდერით შეცვალოს სააკაშვილი, ან რომ უნდა მას ამის გაკეთება, მე ამაში ძალიან დიდი ჰიპოთეტური ბრძოლა დასავლეთი ქმნის პოლიტიკურ ლიდერებს და მე ეს შექმნა ლიდერებს ამას და ებრძვის იმათ ასევე ჰიპოთეტურად. იცით, ეხა გეას შეიძლება ეხლა ეჭვებარება, მაგრამ ვარდების რევოლუციაში დასავლეთი საკმაოდ სერიოზული ფაქტორი იყო ამ რევოლუციაში. ფაქტორი იყო სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო ძალიან წარმატებული იმაში, რომ ასე ვთქვათ, დასავლეთისთვის თავი მიეყიდა. არა მარტო სააკაშვილი, არამედ სამეული მთლიანად. და სწორედ ამიტომ, ასე ვთქვათ, რა კი ეს ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში ძველი ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილმა ერთგვარად უკვე ჩამოწერა, შეიძლება ნაწილობრივ არის საკმაოდ ერთგული მოსწავლე სააკაშვილისა, როგორც რევოლუციის, ასე ვთქვათ, მომზადებაში, ისევე დასავლეთის იმ ცდილობაში, რომ დასავლეთის ხარდაჭერა მოიპოვოს და ბუნებრივია ბაძავს სააკაშვილს ამაშიც მათ შორის. ახლა რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე ვისაუბროთ არჩევნებზე. მე მგონი ჩვენ საარჩევნო თემაზე გადავედით. მედია პროექტი უცნობი კავკასია. რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი ტელეპროექტი უცნობი კავკასია ეთერშია. ჩვენი სტუდიის ნომერია 388 და დაგვჭა კიდე რამდენიმე წუთი ჩვენს სტუმრებთან, ბატონთან გია ნოდიასთან და რამას აყვარელიძესთან ერთად სტუდიაში ვსაუბრობთ პარასკევს პრეზიდენტ სააკაშვილის ურთიერთობასთან საქართველოს მოქალაქეებთან, ურთიერთობის შესახებ საქართველოს მოქალაქეებთან. და ძირითადი აქცენტი მაინც თითქოს ვცილდებით, მაგრამ ისე უბრუნდებით არჩევნების თემას და იმას, რომ ამ ურთიერთობით, რაც პარასკევს დაამყარა პრეზიდენტმა საზოგადოებასთან, იგი შეეცადა საზოგადოების
საზოგადოებასთან კიდევ ერთ მიახლოებას, ამომრჩევლებთან კიდევ ერთ მიახლოებას და გაგებას იმისა, რა პრობლემებია საზოგადოებაში. როგორ ფიქრობთ, აი რა რეაქცია შეიძლება ქონოდა ოპოზიციას და რა არ გამოამჟღავნა მან აი ამ 4 საათიანი ტელეეთერის შემდეგ. რა უნდა გაეკეთებია მას, რომ დაუშვათ გადაესწრო პრეზიდენტისთვის მოქალაქეებთან ურთიერთობების თვალსაზრისით. ну, ჩემი აზრით, საერთოდ ოპოზიციის ნაკლი ის არის, რომ ისეთ მეტად რეაგირებს პრეზიდენტის მთავრობის ნაბიჯებზე და თვითონ პროაქტიული არ არის და გასაგებია, რომ ოპოზიციას რამდენადაც შეუძლია თვითონ უნდა თუ არ არის ოპოზიცია პროაქტიული, მაშინ რატომ დაჭირდა პრეზიდენტს აი ასეთი პომპეზური რეაქცია შეიძლება ჩასულიყო? მან ისწავლა ჭკუა, თქვათ, შარშან წინ ნოემბრის მოვლენებიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შეიძლება ამ წუთში არის სუსტი, შეიძლება რაღაცა შეიცვალოს და ის ხალხის უკმაყოფილება გაძლიერდეს და ამ ხალხის უკმაყოფილების გაძლიერებამ გააძლიეროს ოპოზიციამ, ამიტომ ის სულ უნდა მუშაობდეს ასეთი განვითარების პრევენციაზე. რამ შეიძლება გააძლიეროს უკმაყოფილება საზოგადოებაში? არ ვიცი, თუ მოხდა რაღაც მკვეთრი სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, პრაქტიკულად სერიოზული ეკონომიკური კრიზისი არ არის დღეს საქართველოში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სოფლიო ეკონომიკურ მდგომარეობას, გაურკვევლობას, არის დასავლეთში ხალხი, ვინც თვლის, რომ ეგ კრიზისი უკვე უარესი უკვე მოხდა, არის ხალხი, ვინც თვლის, რომ უარესი აწი იქნება, სრული გაურკვევლობაა, ხო? ამიტომ ხელისუფლებამ მზად არის ამ გაურკვევლობებისთვის, რომ ასე ვთქვათ, უარესი თუ მოხდა, უარესი სცენარი თუ მოხდა, მაქსიმალურად ამას დახდეს მზად. ანუ ამ ტელეაქციით პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაასწრო ოპოზიციას თქვენი რა თქმა უნდა. არა, ну, დაასწრო, კი ბატონო, რა თქმა უნდა, პრევენცია მოახდინა და ამაზრით დაასწრო ოპოზიციას. ну, ამ აქციით კი არა, საერთოდ თავისი, ძალიან აქტიური, ასე ვთქვათ, ხალხთან ურთიერთობის პოლიტიკით, რომელიც მას მთელი ეს პერიოდი ქონდა ახლა, ეს ფორმა ახალი, კი ბატონო, ახლა მოაგონდა ვთქვათ ეს ფორმა, მაგრამ 2007 წლის ნოემბრიდან მას სულ აქვს ძალიან აქტიური პოლიტიკა და როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში, სულ იყო ეს, ასე ვთქვათ, მუშაობა იმაზე, რომ აქტიური პოლიტიკა ყოფილიყო საზოგადოებასთან ურთიერთობის, ეს ჩანდა კიდეც და ისედაც იყო. ბატონო, ეთანხმებით ამ პოზიციას, აი რომ ეს პროაქტიულობა პრეზიდენტმა გამოიჩინა, იმიტომაც რომ ოპოზიციას არ დაუტოვა პრაქტიკულად სამოხმე. ვეთანხმები, რომ რა თქმა უნდა პრევენცია და რო ეკონომიკური კრიზისი არის ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი, თუმცა არის და ეს იმ დღეს შეხვედრაზეც ითქვა, თუმცა არის კრიზისის გასაყოფი საქართველოში საკუთარი კრიზისები, ადგილობრივი და გარედან შემოსული კრიზისის ტალღა. არ გადაეჯაჭვა? გარედან შემოსული ჯერ სუსტია, მაგრამ შეიძლება ერთმანეთზე დაედოს და საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნას. და ის რომ ამას კარგად აცნობიერებს, პირადად სააკაშვილსაც ეთყობა და მთლიან გუნდსაც აი ეს უფრო მწვავე მომენტის მოლოდინი. და ეს მწვავე იქნება უფრო მწვავე შეიძლება ვიდრე სხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ ვაკვირდებით სხვა ქვეყნებში საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ სურათსაც ეკონომიკურთან ერთად. მაგრამ რაც შეეხება ოპოზიციას, რა უნდა ექნა? ეხლა ამაზე გამახსენდა კიდევ ერთი რამ, გარდა მოსახლეობასთან ასე ღია კარის გაღებისა მოსახლეობისათვის. პრეზიდენტმა დანაპირები, ნაბიჯები მედიას მიმართულებით და პრინციპში მეტნაკლებად, მაგრამ პრინციპში შეასრულა. გაჩნდა მაესტრო გაიხსნა სადისკუსიო გადაცემები, ток-შოუები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი არხი ოპოზიციისთვის გახდა ეს გადაცემები. ახლა დანარჩენის ნაბიჯები, რასაც ქვია უშუალო კონტაქტი მოსახლეობასთან, ეს ამაზე ოპოზიცია ჯერ არ არის წასული და ის ჯერჯერობით თბილისში ზის. აი შეიძლება ამაში ნამდვილად ჯობს პრეზიდენტი ოპოზიციას. ბურჯანაძე ბათუმში შავიდა ნოღაიდელი გორში თუ სადაც. კი, არა, მაგრამ აი ისეთი ტოტალური პროცესი, ნოღაიდელი ბურჯანაძეს ჰქონდათ დაფუძნების ნაბიჯები, კიდე სხვა არის. მაგრამ როდესაც ოპოზიცია იგივე სააკაშვილს თუ შეადარებ, რომელმაც რაიონები მოიარა, ოღონდ უკვე
არა გამგებლების დონეზე არამედ ცოტა უფრო დაბლა. ესე რომ აქტიობაში უფრო აქტიური სააკაშვილი ამ ეტაპზე არის. და რამდენადაც შედარებადია, ალბათ, ეხლა შედარებადი ხერხი. ალბათ თუ რამე შეეძლო ოპოზიციას, უნდა აი ესეთი უშუალო კონტაქტების, უბრალოდ ლოკალური კონტაქტების ბადე გაეშალა საქართველოში, ეს იქნებოდა საბერძნო. როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობდა, რომ ცარიელია ეს ოპოზიციის სივრცე და ტენდერია გამოცხადებული და ასე შემდეგ, იგი ინიციატორად გამოდის მისთვის სასარგებლო ოპოზიციის შექმნის? არა, ეს შეულებრივი მისია, ასე ვთქვათ. მხოლოდ ხუმრობა იყო? ხუმრობა, გარკვეულად თუ გნებავთ, გარკვეულად აგდებული დამოკიდებულების გამოხატულება ოპოზიციის მიმართ, ასე რომ მას იგი კმაყოფილებას გრძნობს იმის გამო, რომ ოპოზიცია არ ყავს და ტენდერია გამოცხადებელი, იმიტომ რომ სრული აკუმია თუ რატო უნდა გიხაროდეს, რომ ოპოზიცია ძლიერია, რომ ხელისუფლებაში ხარ? კი, რაღაც თეორიულად შეიძლება ზოგადად ამ დემოკრატიის კარგია, მაგრამ ახლა ბუნებრივი ადამიანური რეაქციაა, როცა ძლიერი მოწინააღმდეგე არ იყავს, ეს კომფორტული ვითარება გარკვეული მაგრამ მას ესმის როგორც უკვე თქვით, რომ შეიძლება ხვალ გაძლიერდეს და ამისთვისაც ცდილობს რომ მზად იყოს, მაგრამ მე მინდა ერთი რამე კიდე დავამატო, რომ აი აქ იყო რა ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს და სულ იმაზე ელაპარაკო, რომ ის პრეზიდენტი თქვათ ასე ელაპარაკა ხალხს, ოპოზიცია რაღაც სხვანაირად ელაპარაკოს ხალხს. მე მგონი ოპოზიციის პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ აი ეს ხალხს სად და როგორ ელაპარაკება, არამედ სათქმელი თუ აქ აი ოპოზიციის ძირითადი პრობლემა მთელი ამ წლების მანძილობაში იყო სათქმელი, იმიტომ რომ სათქმელში ის უბრალოდ იმეორებს სააკაშვილს ოღონდ ნეგატიურად, ანუ უარყოფს სააკაშვილს, მაგრამ აი რას პერსპექტივას აძლევს ის, ასე ვთქვათ, საზოგადოებას, აი ეს სათქმელის დეფიციტია მთავარი და არა მხოლოდ საუბრის ფორმატის. რაც შეეხება ნაწილობრივ ეთანხმები, რომ დეფიციტი ბევრი ის შინაარსია, რაც მოაქვთ ოპოზიციას, მაგრამ ვერ გავიზიარებ, რომ ეგ დიდი ხარვეზია არც სააკაშვილს არ ქონდა თავის დროზე გარდა შევარდნაძის ნეგატივისა სხვა სათქმელი. ეს გააჩნია მომენტს, რაღაც მომენტში ეს მუშაობს, რაღაც მომენტში კიდეც დამატებითი რამ უნდა. მეჩვენება, რომ ოპოზიციის სისუსტის თეორია ცოტა მოიკოჭლებს. დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი არ არის ისეთი, რომ მას ასე ადვილად დავარქვათ სუსტი და რაც ოპოზიციის ლიდერზე ტენდენცია, საერთოდ ოპოზიციის ლიდერი გაუგებარიცნება. იმიტომ რომ ოპოზიცია არის ერთი მხარეს, არის მეორე მხარეს, ეს ერთიანი ლიდერი უკვე მივდივართ ისევ ნოემბრის მოდელამდე, რომ მთელი ოპოზიცია გაერთიანდეს. მემარჯვენე ოპოზიცია სხვა არის, მემარცხენე სხვა არის, როგორ შეიძლება? ასე ექსპერტებისთვის მემარჯვენე მემარცხენე, ხალხმა მემარჯვენე მემარცხენე არ იცის, ხალხმა იცის ხელისუფლება და ოპოზიცია. ეს არის ხელისუფლება, ეს არის ოპოზიცია. აქ არის სააკაშვილი, აქეთ არის ჯვარიშეიშვილი და ასე შემდეგ. მე ამ შემთხვევაში ექსპერტებს ველაპარაკებ. მაგრამ როგორ გითხრათ, ჩვენ ხალხს ველაპარაკებით ამ წუთში და არა მხოლოდ ერთმანეთს. კი, მაგრამ იგივე საზოგადოებაში არის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მოქალაქე, ზოგი ირჩევს მემარცხენე პოლიტიკურ ძალას, ზოგი ამხრობა მემარჯვენე. სოციალური მოთხოვნილება უმრავლესობისა, თუ არ ჩავთვლით რაღაც ელიტების ძირი ჯგუფს, არის ძლიერ ოპოზიციაზე, რომელიც, ასე ვთქვათ, შეცვლის ხელისუფლებას. ეს არის ამიტომაც არჩევნების წინ შეცვლი რომ ეგ არის ხო უმრავლესობის მოთხოვნილება? ჩვეულებრივ როცა არის, ასე ვთქვათ, უმრავლესობის არა, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მოთხოვნილება არის ეს. ის ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, უნდა ძლიერი ლიდერი, რომელიც სააკაშვილს გააგდებს, ასე ვთქვათ. ამიტომ არჩევნების წინ ჩვეულებრივ ოპოზიციური ხმა, ერთ ვთქვათ, კონსოლიდირდება რაღაც ერთი ლიდერის გარშემო. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. ახლა რატომღაც რო ვიფიქროთ რომ საერთოდ საქართველოში და რატომღაც რო ვიფიქროთ რომ აი ახლა შეიცვალა ფუნდამენტურად თქვათ ქართველი ამორჩევლის ბუნება, ოპოზიციურად განწყობილი ქართველი ამორჩევლის ბუნება, ამის საფუძველს მე ვერ ვხედავ. ანუ თქვენ ასე ვქენთ რომ მან პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ტელესაუბრით ამ კონსოლიდირების შანსი მოუსწრო ოპოზიციას. არა, ეს არ იყო მისი მიზანი. მისი მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ აი ის, ასე ვთქვათ, არის პრეზიდენტი, რომ ის არის აკონტროლებს ვითარებას და ის მზად არის ხალხთან კონდეს კონტაქტი, რომ მას არანაირი შეკითხვის არ ეშინია, ყველანაირი შეკითხვაზე აქვს პასუხი და ასე შემდეგ. ამის დემონსტრირება მოახდინა.
ეს არის თავარი დასკვნა, რომელიც ბატონმა გიანოდიამ გააკეთა თქვენი აზრით ბატონ რამაზ. ვეთანხმები დასკვნას, ეგ იყო მიზანი რა, რომ მას აქვს დიალოგი, მას შეუძლია დიალოგი ყველა თემაზე თავის მოსახლეობასთან, სრულად ბუნებრივი მიზანი გახდათ. ანუ შევთანხმდით, რომ ფორმით ავტოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ღონისძიება შინაარსით ძალიან დემოკრატიული აქცია. არა, აქცია რომელიც ფორმით გვაგონებს გარკვეულ ავტოკრატიულ რეჟიმებს, მაგრამ შინაარსით არის ეფექტური ამ წუთში საქართველოსთვის. შინაარსით გვაგონებს არც დემოკრატიულია, არც ავტოკრატიულია, ეფექტურია. დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონები გიანოდია და რამაზ საყვარელიძე, ჩვენ საუბრობდით პრეზიდენტ სააკაშვილის ტელეაქციაზე, რომელიც გასულ პარასკევს საქართველოს ტელევიზიებით გადაიცა. ამით უცნობი კავკასია გემშვიდობებად, ნახვამდის. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.